გათიშოთ ვერ გამთიშო. იმიტომ რომ ბევრმა შეეცადა იმ 70-მა შეეცადა და რინგზე ველაპარაკებოდი დოქში რა გამთიშე გარემ მეთქი რა მემთიშავდა. ოი ხო შემოთავაზებაც მაქვს მეც მინდა შიშველებზე ესე ჩუბი და რას ფიქრობ ჩემთან გინდა შიშველობა გელაშვილთან დამარცხდი მაგას თავი დამონებოთ ლეონისთან ის უგა ამბიციები ციკლავდა ლეონისთან უფრო დიდი ამბიციები მაქვს საღამოს თანამთავართა ბრძოლაში ლუკა მეგრელი გიორგი გეგეჭკორს დაუპირისპირდება. ახალგაზრდა მებრძოლებს კრივის გამორჩეული ტექნიკა და სისხლიანი ორთაბრძოლების დიდი გამოცდილება აქვთ. გამას რინგზე მათი ყველა ჩატარებული ორთაბრძოლა განსაკუთრებული სანახაობრიობით გამოირჩევა. 27 ივნისს ისინი რინგზე ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. რა ვახარ? კარგი რა ვახარ? ნაუინელდენ ფორმაში რა? მაგარს თმა. მეც შევდივარ ნენელა რა. შვენიერი. უყურე შენ ბოლო ჩხუბს. მაგარი იყო ძალიან. მაგარ ბიჭსაც ეჩხუბი მენა. მაგამ მომიმო პირველი ჩხუბი რა. მე და მაგამას მაგარი ჩხუბი ჩავადარეთ რა პირველი. ნახე მაგ კაი ჩხუბი იყო თქვენი ჩხუბიც კი. ვიცი, ჩემს გიქნება ნახე რა. კაი ბიჭი ხარ, კაი სპორტსმენი ბიჭი ხარ, პატივსაც გცემ. გავიზიარებთ რინგს, კაი ჩხუბი გვექნება, კაი ჩხუბი შევთავაზოთ მაყურებელს. ასევე მეც პატივს გცემ, ზმან პირადული არაფერი, ჩხუბი ავიღეთ. მან ნახოთ ხალხს ჩხუბი მენა რაცა რა. რა თქმა უნდა, რა სანახაობა ვნახოთ. რა იმედია მაგარ ჩხუბს ვჩხუბებთ რა და რაღაცა პატარა ტრამვები მაინც არ შეგვიშლეს ხელს რა თქმა უნდა, ძმა ულტრამოთ მოემზადე, კარგად მოემზადე, მოდი იქამდე, კარგად მეც ასევე ვიჩხუბოთ, კარგად გავიზიაროთ ერთმანეთის რინგი. აროჩი და ყველაფერი მაგრად იქნება რა. წამოსიკლებ, დურსი. საკმაოდ 1-8 კილო მაქვს დასაკლები, კაროჩი შენ? მეც მასე რა 1-5-6 კილომეტრი არა რა. მაგრამ მიჭირს მონ. და წონისკლება ყველას ვიჭირს, ყველაზე რთული პერიოდი ეგაა წონისკლება და მზადება, მაგრამ ყველაფერი მაგრა იქნება უფლისყალობით. ხია ჩხუბობის, გაშლილად მინიხა. კალანდაძესთან გაატარე მაგარი დავთქვა და იგივე გელაშვილთანაც და რასაგვირებ. ჩემთანაც ესე გაშლილად. ზოგადად სტილი მაქვს, ყველანაირ სტილში შემიძლია ჩხუბი რა. ტექნიკითაც, ჩიხაობაც შემიძლია, გახსნის სტილი შემიძლია, დაკეტილი შემიძლია ვიჩხუბო და შენთან რინგი მაჩვენებს როგორ წავა სიტუაცია და მოვლენები. შენზე მაინტერესებს, აი 70 კილოში რო ახვედი. აი თან წონა ვიცი რომ ნაკლები იყავი სადაც 65-66 ხო? აი რა იმედით იყავი 70-ში რო ახვედი. ერთისთვის მომზადებოდი რა და ჩამეხსნა რა იმ ადამიანსაც ჩაეხსნა და ორგანიზაციამ დაგუკავშირა და შევთანხმდა ჩხუბი რა ჩაინიშნა რა. არც მე არ ჩავეხსენი, არც ის არ ჩაეხსნა და არ ჩაშალე ჩხუბი. ხო რა, არ ჩავშალეთ ივენთი ესე რო ვთქვათ რა. და მაგის გამო უფრო ავედი რა. თან იქ მე პრესკონფერენციაზე რაღაცა დიალოგები მისის მაგაცი გამომიხდა და ნუ უფრო გამიმძაფრა მის შეგზამა რომ მეჩუბა რა. რაღაც სიმართლე რო გითხრა მაგასთან ისე არ ვიყავ მომზადებული რა. იმ ადამიანისთვის მომზადებოდი ვისთანაც უნდა მეჩუბა იდეაში რა. და მე რო გავიგე რომ არ იქნებოდა ეს ჩხუბი, მე ვაფშე შევეშუვარჯის რა და მე 1-3 დღით ადრე დამიკავშირდნენ ორგანიზაციიდან და ავიღე ჩხუბი რა. კიდე რა მოინტერესა აი 70-ში რო ახვედი, თავი როგორ იგზენი ხა? კარგად გზნობდი თავს 70-ში რო იჭმე? ვაფშე არა, იმიტომ რომ ჩემი წონა არაა ეგ რა. ძიმეთ ვიყავი ესე რო ვთქვათ რა. 66 ვიყავი, 66, 5 ვიყავი რომ ვაბიწონე რა წონა რო ჩავაბარე. რას ფიქრობ რა დაგაკლა მაგ ჩხუბში? რომ მომზადება. კარგი, ეხა როგორ ფორმაში ხარ? ეხა საკაიფოდ. ძალიან. შენი თავის იმედი გააკეთე. თავის თავით. შვენიერი, შენი თავის იმედი სულ უნდა გქონდეს. წარმატებები. გაიხარი ასე რა. როცა პირველი ჩხუბი ჩავატარე გამაში რომა დუმბაძესთან, მაშინ გადავეყარეთ ერთმანეთს და შენი მხარი შენთან რინგზე ჩხუბს გავიზიარებდიო დიდი სიამოვნებით და აი ხა კიდე იგივე სიტუაცია იყო და რამე ინტერესი გაქვს თუ რის გამოვაპირებ ჩემთან ჩხუბს? არანაირი ინტერესი, просто სპორტული ინტერესი რა. მე შენ ძალიან დიდ პატივს როგორც ადამიანს რა. ასევე ეს უბრალოდ სპორტია რა, ესე რო ვთქვათ რა. ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ თითოეულში რა. კი ვქონდა ჩვენ ეგ დიალოგი რა. მე პირველად შემომთავაზე უარი და ხა დადგა ის დრო რა, ნუ ეს ჩხუბი ამეღო რა. თან დიდი ხანია გამას დასვენებული ვიყავ რა. და მიჩხუბია რა. და იმ დროს მაგარ ხოძე ვიყავი. ნუ ვიყავი. სიტყვიერად ვიყავი, თორე ესე არ ყოფილა რა. საჩემპიონო ამბიციები ქონდა რა. მე საჩემპიონო ამბიციები სულ მექნება და ისევ ხო, გელაშვილთან ცოტა ისე მოხდა რა, დამარცხდი რა. აი ხა გეტყვი რა გელაშვილთან, აი ვინცაც ჩხუბს უყურა, ვინც ჩხუბს უყურა,
მთელი 3 რაუნდი ჩემი იყო, თუ ნახე შენს ჭუბი რა. ბოლო 30 წამი დავმარცხდი, მაგ ბოლო 30 წამში და ნიკუშა მართლა მაგარი ბიჭია. ძალიან ბევრი დარტყმები აიტანა, ძალიან არ ველოდი ნამდვილად ამდენ თუ აიტანა, ამდენს თუ აიტანა და ამ დიხანს იდგემოდა ჩემთან რინგზე. ვაფასებ, კაი ბიჭია, კაი სპორტსმენი ბიჭია, მაგრამ მე ამ წაგებამ არაფერი ისეთი კაროჩე რა, კი იყო. სუდი მომენტებიც იყო, ფიქრიც ისეთი იყო, კაროჩე რომ მეთქი აღარ ვივარჯიშებ რაღაცა, მაგრამ მაგ წაგებამ უფრო გამაძლიერა ასე ვფიქრობ რა. და მაგის მერე უფრო მეტად ძლიერი დაუბრუნდები აუცილებლად და რეონშიც აუცილებლად მაგარი იქნება და საჩემპიონო ბრძოლასაც მივიღებ. შენზეც მაინტერესებს 1-3-ზე გაქვს როგორც ვიცი რეკორდი ხო? საჩემპიონო გეგმები რა თქმა უნდა გექნება და მომავალში ამბიციებიც გექნება რომ ჩემპიონი გახდე რა თქმა უნდა ეგ ყველას აქვს იმიტომ რომ სპორტსმენის ეს რომ ამბიცია გქონდეს და ჩემპიონი იყო. რას აპირებ ამ ჭუბისში როგორ აპირებ? რა ვიცი როგორ ვაპირებ და ძალიან სტრანად რა, ყველაფერს ისე მივუდგები როგორც საჭიროა რა, ყველა დეტალს რა. დაზარნოს არ ვაპირები დოქში რა, რაც არ უნდა მომხდეს, გათიშოთ ვერ გამთიშო. იმიტომ რომ ბევრმა შეეცადა იმ 70-მა შეეცადა და რინგზე ველაპარაკებოდი დოქში რა, გამთიშე გარემ მეთქი რა, ვემთიშავდი. ამას რინგი გვაჩვენებს რა თქმა უნდა, ეხა ჩემიდანაც. აი, გალაშვილთან დამარცხდი, მაგას თავი დამონებოთ. ლევანისთან ის უგა ამბიციები ციკლაურდა. ლევანისთან უფრო დიდი ამბიციები მაქვს. ნიკუშასთან რომ დავმარცხდი, ნიკუშასთან მე თავს დამარცხებულად დავარქვი, იმიტომ რომ ჭუბს გადახედეთ ესიერად და ნახოთ გაანალიზე რომელია გამარჯვებული. კი, იქ საჯმა გამაჩერა რაღაცა, მაგრამ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, გამარჯვებას არავინ არ უკარგავს, მაგარი ბიჭია, მაგრამ რო გადახედო მაგ 3 რაუნდში მე მიმყავდა მაგ 3 რაუნდი კაროჩე და იყო რაღაც მომენტები რომ ტრენერს არ დაუჯერე, ჩემ თავთან უკვე რაღაცა ვეღარ ვიყავი ისეთ ხოძე რომ უნდა ყოფილიყავი და იყო ეგ მომენტები რომ დავმარცხდი მაგ ბრძოლაში რომ რამაც ძალიან უკან დამწია რა, ძალიან ყველანაირად, მაგრამ ისევ მოვიხოდე, ისევ ფეხზე ვგავარ და ისევ მოვდივარ გასამარჯვებლად რა თქმა უნდა. ასევე შევხვდებით რინგზე. ბატონო, კიდე რა მაინტერესებს, ასევე ნიკუშასთან შენც გაქვს წაგებული პირველი ბრძოლა. აპირებ რევანშს ნიკუშასთან. ნიკუშასთანაც ვაპირებ რევანშს და კიდე ერთ-ორთან რა. ნიკუშასთან რევანშს აპირებ და მის ტრენერთან იმზადები? კი. ეგ როგორ ხდება? მე რა სპორტია. მაშინ ბაზარია რა. სპორტი პირადული არაფერი ნიკუშასთან მე ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს რა. ნიკუშა მაგარი ბიჭია. ნიკუშასთან ესე რომ ვთქვა მეგობრობთ მაგას უფრო ნიკუშასთან. პირველი ჭუბის მერე რა, პირველი რომ ვიჩუბეთ მე და ნიკუშამ ისეთი არ ველოდი სიმართლე გითხრა რა. ნიკუშასგან მასეთ მეტოქეობას რა. დებიუტი იყო მისი. კი, ორივეს დებიუტი იყო. შენ მაინც ერთი ჩატარებული ქონდა აკოფიანთან როგორც ის იყო. არა, იგი მაგის მერე იყო. მაგის მერე იყო. ძალიან. ნიკუშას რო ვიჩუბე სიმართლე რომ გითხრა, ზერელით უყურებდი რა, ნიკუშას რა. იმიტომ რომ რო ვაკურდებოდი ის ნაპერწკალი არ ქონდა რა და მე რინგზე რო ამოვიდა და უკვე რო დავიწყეთ. იმენა რომ დავიწყეთ გაცვლები, მაგრზნო ერთ სიმართლე რომ გითხრა მეორე რაუნდში დამაზანზა რა ისეთი მომხდა რა. მაგრამ მაინც ხوازე ხარ, მოკლივეს თავი მაინც ხონაირია რა. რა თქმა უნდა, ეს. ბოლომდე მივიყვანეთ უნდა ნიკუშა ბრძოლა რა. ის ბრძოლა რა ვიცი ყველაზე მაგრამ ახსოვს ჩემ კარიერაში რა 11 წელი ბოქსოვდი რა, მაგრამ ეგ ბრძოლა ჩემთვის იმენა რა ვიცი დაუვიწყარი იყო რა. ერთმანეთს ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ, მაგრამ მაგის მერე ხوازე რინგის გვევიდი მენა სხვანაირი დუჟენია გვაქვს, ახლა სხვანაირი მეგობრობა და სხვანაირი ზმნაცობა გვაქვს, რომ კითხულობთ ერთმანეთს და ერთი ამბავია რა. ასევე მეც ეგეთი ის მაქვს, მიდგომა მაგ ადამიანის მიმართ მაგარი ბიჭია, კაროჩი. კიდე რა მაინტერესებს ეხა რა? საჩემპიონო ამბიცია რა თქმა უნდა გააქვს. ეხა ლევანისთან ემზადები, ესეც ვიცი, კაროჩი. ლევანისთან ბუდიში ლევანისთან კაი ხნის 1-2-3 წლის უკან ესე რომ ვთქვათ, მე და ლევანი საქართველოსზე გავიზიარეთ რინგი. ძალიან მაგარი ჭუბი იყო, კი ვიცი ეგეც. და ეხა რას აპირებ, აი რომ გამზადებს ამბიცია რო გაქვს ხამარზე, ჩემპიონი ეხა ლევანია ციკლაური. ეხა რა მოხდება 27-ზე არავინ არ იცის ჯერ, მაგრამ გექნება ის ამბიცია რომ ლევანი თქვათ გაიმარჯოს ლევანისთან ჭუბო? რა მგონია რაც. აბა დათმობს საჩემპიონო ბრძოლას, რომ აი თქვათ აიღო მიხვედი იქამდე და დათმობს საჩემპიონო ბრძოლას? კი, ჩემი მხრიდან ჩემი აზრით სწორი იქნება მაგ. იმიტომ რომ გამზადებს და ტრენერია. დაფასება ელემენტარული. კი, რა თქმა უნდა, გასაგები. კიდე ეხლა რა მაინტერესებს კიდე რა თქმა უნდა. რა ჩვენ გარდა საჩემპიონო ბრძოლა არის პიტბულის და ლეონის, კაროჩე რა. რას ფიქრობ საგამოს ბრძოლაზე? ჩემსა და შენს შორის.
მე და შენ შორის? საღამოს ბრძოლაზე. რავი, ჩემზე წამოვიღებთ. რა თქმა უნდა, მეც ამას ვუყურებ. ვიცი რომ შენც არ აპირებ უკანა ბიჭის გადადგმას რა და არც მე არ ვუყურებ უკანა ბიჭის გადადგმას რა. იქ იქნება დისტანციაც იქნება და ჩეხავობაც იქნება თავისავად რა და მაგარი გაცვლებიც იქნება რა და მაგისთვის ყველანაირად მზადვა რა. შენ რას ის გაკი ხა? მაინტერესებს ციკლაურზე და პიტბულზე რა სიტყვი რა? ვის ბალეში ყოფი ხა რა თქმა უნდა ციკლაურს ბალეში ყოფი მაგასთან ვარჯიშობ, მაგრამ აი მართლა რომ გადმოხედოთ რა. აი რომელი გაიმარჯვებს? რომელი ესე გამარჯვებით ხაზი გასმით ვერ ვიტყვი, მაგრამ პიტი მაგარი დასაფასებელია, იმიტომ რომ სპორტსმენი არაა რა, ქუჩიდან მოდის, ქუჩაში ჩხუბობს, ქუჩაში რა ვიცი, ქუჩის ბიჭი ესე რომ ვთქვა რა, ქუჩაში ჩხუბა და ქუჩიდან აღზევდა და გამარ რო ვთქვა. პიტბულმა წაწია გამაწინა ესე რომ ვთქვა რა. პიტბულის შემართება და მიზანდასახულობა ძალიან დასაფასებელია რა, იმიტომ რომ ბევრ სპორტსმენს არ აქვს მაგ რა, მიზანდასახულობა და მსგავსი რაღაცა რა. და ჩხუბია მაინც რა, შეიძლება ერთმა დარტყმა მას გადაწყვიტოს რა, შეიძლება პიტბულის ერთმა დარტყმამ შეცვალოს ბრძოლის ყველანაირი მემართულება რა და ასევე ციკლაურის ერთ დარტყმასაც შეუძლია ბრძოლის მემართულება შეცვალოს რა. მთავარია ბიჭები როგორ ემზადებიან რა. მე ვიცი რომ ციკლაური ძალიან მაგრა ემზადება რა. მაგასთან ერთად ვარჯიშობ, რა ვიცი, ყველაფერს მაგასთან ერთად ვიზიარებ რა. ვარჯიში ერთგვარი რა, 3 საათიანი, 4 საათიანი ვარჯიშები გვაქვს რა. მისი ყველა ფიზიკურობა და მისი კარდიო და ყველაფერი როჩი რა, ესე ვთქვა. მაშინ ესე გეტყვით. 19 წელია ვარჯიშობს ციკლაური, რავი, სულ აქტიურად არის, თავი მახსოვს, ნანახი მაქვს ძალიან ადრინდელი ნაბოქსავების, შეჯიბრებებზეც, რავი, ყველაფერი ნანახი მაქვს მაგისი და პიტბული ზუსტად ერთი თვე მოემზადა თუ იცი რა. და ძალიან მაგარი შედეგი გააკეთა, აი, რავი, ციკლაურთან ეგეთი ჩხუბი არავის არ აქვს ჩატარებული მე მგონი რა. გამაში, რავი, ვისაც ეჩხუბა, ჯერ ვერავინ ვერ გაუქაჩა მასე რა. კი, კაკრიაშვილიც მაგრა ეჩხუბა, კაკრიაშვილი ხო მაგარი ბიჭია ძალიან, კაროჩი და მაგრა ეჩხუბა კი არა. რავი, მე გამარჯვებულად ასვთვი კაკრიაშვილის, კაროჩი, ერთ-ერთი ჩხუბში, კაროჩი და ასევე ვთვი პიტბულშიც, კაროჩი რა. პიტბულმა მე ვთქვი, რომ პირველი ბრძოლა არ წააგო, მოიგო პირველი ბრძოლა, იმიტომ რომ, რავი, ეხა იქ მსაჯები არიან, რავი, ყველა იქა ყველაზე ხარ, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს, რომ პიტბულმა მოიგო პირველი ბრძოლა. დავამოგვიწევს მაშინ ამ თემაზე რა. ჩემი აზრით ტექნიკის და გამოცდილების ხარჯზე ლევონმა მოუგო რა. შენ ტექნიკა და გამოცდილება მაგ შუში დაინახე? კი, ანუ მე ვერ დავინახე, იცი რა, ვერ დავინახე. პიტბულს მაგარი ხასიათი აქვს რა, მაგრა ვაფასი რა, მაგ ხასიათი. მენა სულ წინ და წინ რა. ეგ თემა რა და დუჟენია იყო რა. არა, აი ხა ამდენი წლის გამოცდილება რო აქვს კაც და ერთი თვე რო ვარჯიშობს კაცი ხო აზე ხარ. რა მე ვერ დავინახე ვერც იქ ტექნიკა, ვერც სისტრაფე და ვერც დარტყმის ძალა. დარტყმის ძალა ბევრად დიდი ტონაჟით პიტბულს. ანუ ურა შიშვალ ხელებზე ძალიან ურთულია ისი ჩხუბი რა. ოი ხო, შემოთავაზებაც მაქვს. მეც მინდა შიშვალ ხელებზე ესე ჩხუბი და რას ფიქრობ? ჩემთან გინდა შიშვალ ხელებზე? კი. მე ბუდიში ვარ და შიშვალ ხელებზე არ ჩხუბობ რა. გასაგებია. აი რატო ერდებით ამ შიშვალ ხელებს? რავი, თავს უფრთხილდები ან ხელს რა. იმიტომ რომ სამომავლოდ მინდა რა რაღაცები რა. ისე რაღაც მაინტერესებს ეხა კიდე რა. აი მე ვფიქრობ რომ კენტუსში უფრო ზიანდება ხელი. რა, ვინც სწორად ურტყამს არ დაუზიანდება ხელი. სწორად ურტყამთ, მაგრამ მაინც ზიანდება კენტუსში ხელი. იცი რატო? კენტუს უფრო იმეტებ და გონია რომ არ დაზიანდება ხელი და აი მთელი ძალით ურტყამ და შიშვალ ხელზე რა არის იცი? ზუსტად ურტყამ, კაროჩი სადაც ურტყამ დამაზიანებელია თან და რავი, რატო ერიდებით არ ვიცი. რავი, მე კენტუსებით ჩემთვის საინტერესო და სანახაობრივი უფრო შიშვალ ხელზე არის ჩხუბი. ხო, მაგრამ ანუ მე კემპუსებით 4 ჩხუბი მაქვს ჩატარებული და გამეტეფიდაც დამირტყია და ის შენელებულად არ დამიზიანებია ხელი რა. ანუ სწორად თუ ურტყამ ვერ დაიზიანებ ხელს. თუნდაც მთელი ძალა ჩააქსოვო მაგაში რა. მაგას ვერ ვიტყვი ხა ვერ დაიზიანებ. მე სწორად ურტყამ ხა იცი ხა არ მაქვს ხა ცუდი ჭურჭიანი კრივი არ მაქვს ხა მეც და მე სწორად ურტყამ, მაგრამ ხელი დავიზიანე. მაგრამ მე ხა ხელი დავიზიანე თუ რა ვქენი მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინტერესებს შიშვალ ხელებზე ჩხუბი რა. თუ გაქვს ინტერესი ვიჩხუბოთ შიშვალ ხელებზე თუ არა და კენტუსებით ვიჩხუბოთ. მე ჩემს მნიშვნელობა არ აქვს ყველაფრით ვიჩხუბებ საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცი რა, შემოთავაზება რო დაწერე ჩატში, ეგრევე გამოგეხმიანე, მეთქი შემოგეხმიანე, მეთქი არა პრობლემა ვიჩხუბოთ, მეთქი როცა გინდა და ეგრევე შენს მაესტროს და ორგანიზაციას დავუკავშირდი რა თქმა უნდა რომ ვიჩხუბოთო კაროჩი და ჩემ აი ძალიან აი ეს ორგანიზაცია მართლა მაგიტოა რომ შიშვალ ხელებზეც გაიზიაროთ რინგი
და მართლა საინტერესო იქნებოდა ის, მაგრამ თუ არა, მაშინ ნუ ამ ეტაპზე არ ამგონია რა, სამომავლოდ კიდე შეიძლება რა. შიშოხელებზე ჯერჯერობით არ მაქვს რა ამბიცია რა. მაშინ მე კიდე ერთ შეგეკითხები რა, აი ქამრამდე თუ მიხვედი კაროჩი რა და მოგიწია შიშველხელებზე ჩხუბი, მაშინაც უარს იტყვი? ქამრამდე თუ მივედი არ ვიტყვი. აი რატო ამობთ ამ აქამდე უარს? ანუ ის დაზიანების თემა თუ უფრო ხელის გაფუჭების რა. გასაგებია, სიო. ახლა რა მაინტერესებს? 27-ში გვაქვს ჩხუბი. ჩემთან ბრძოლაში თუ დამარცხდი, 1-4-ზე გაგიხდება, ხო? 66-ში ასვლას აპირებ თუ ისევ 60-ში დარჩები? 60-ში. და 60-ში რას აპირებ მე? ვინც მომიგო იმას აუღობ რევანში. ანუ სამომავლოდ გეგმაში იქნება რომ დაგამარცხო, თქვა ისევ დამამარცხებ? კი. მაგრამ ჯერ 27-მდე 27-ში გადაწყვეტს მაგ. რა თქმა უნდა, რინგი გოჩვენებს ყველაფერს. კი. წარმატებებს გისურვებ. ასე. აი ხარ.